ისნის რაიონის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსახლებული დევნილებიდან 4 ოჯახმა გლდანში ქერჩის ქუჩაზე თავი ნათესავების სარდაფს შეაფარა. დევნილების განმარტებით ისინი ჰოსპიტალში პროზექტურისთვის განკუთვნილ ოთახში ცხოვრობდნენ, სადაც მათ შესახლებამდე ანტისანიტარია სუფევდა. ამბობენ, რომ მათ შენობა დაასუფთავეს და გაარემონტეს. გუშინ კი სამართალდამცავებმა დევნილები იქიდან გამოასახლეს, რომლებმაც გუშინდელი ღამე ქუჩაში გაატარეს. მათ შორის 2 მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, რის გამოც ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფარჩი, რომელიც სამეგრელოს სოფელ ფოცხოში მდებარეობს, ვერ წავიდნენ. დევნილები ხელისუფლებას თბილისიდან ახლოს ალტერნატიული ფარდი დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართავენ. ადამიანი ძვლები გავიტანეთ იქიდან და იქ ისე ცხოვრობდით იქიდან გამოგყარეს ამამტყოფები. ინსულტიანი 2 ადამიანი არსად არა გვაქვს საცხოვრებელი. გვთავაზობენ ერთადერთ ფოცხოს, სადაც მე რითვი არსებობ ფოცხოში. მუშაობს საცხობში მიხტიან ატლას, იმით მარჩენ ოჯახს. თუ ფოცხოში არ წაყვალეს, სადაც გინდა იქ წადიო, საწავიდე. ხიაცის გვეშ ვარაგე. ინვალიდი მეული ინსულტიანია. ესენით გამორიგეს ამათთან ერთად ჩვენს მოხდით და აგერ თქვენ კარგად ხედავს როგორ მდგომარეობაში ვარ. თუ აქ ცხოვრება შეიძლება. არანაირი არაფერი არ გაგოჩნია, რა ვქნათ. ექიმთან რომ მივიდეთ უკან ასკი იმის სასწავლებელი მაგერ ვალიდური მიდოს პირ. რა უნდა ვთქვა, რაზე ვილაპარაკო, თქვენ თვითონ ხედავთ რა შეამდგომარეობა და რა გაგიგეთეთ. რა უნდა ვთქვა. რა მაქვს ალაპარაკო. მადლობა თავრობას. უთხარი ამის ბეზარაბეზარ არ მეუდი. თავრობა და ანდა დეპორტი გაგვიკეთონ საქართველოს. ამას ვიტყვი. საზოგადოებრივი მოძრაობის სოლიდარობა უკანონო პატიმრებს დამფუძნებელი ეკა ბესელია კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგს გამართავს. მოძრაობის იურისტების ცნობით გარდაცვლილის სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა და C ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შემდეგ მსჯავრდებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. იურისტები სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მიერ გამოჩენილ უყურადღებობაზე საუბრობენ. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად კი მოძრაობის დამფუძნებელი ბრიფინგს იყო ინფორმაციები, რომ მას ეპყრობოდნენ პატიმრების თვის დაწესებული სტანდარტების დარღვევით უხეშად, არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა და პრაქტიკულად გადაყვანის მომენტში, როდესაც ის გადაიყვანეს ხუდადოვზე შესაბამის საავადმყოფოში, 1 საათში გარდაიცვალა, ანუ იყო მომაკვდავი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი და მშვიდობიანი აფხაზის კოორდინატორი ლორიკ მარშანია რამდენიმე საათის წინ პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. საავადმყოფოს რეანიმაციაში ლორიკ მარშანია მას შემდეგ მოხვდა, რაც მას ფონიჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად მარშანიამ თავის ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო. სოჩი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოიტის შეხვედრა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით დიმიტრი მედვედევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის კურსი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მედვედევის თქმით, ის ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო რთული, თუმცა შემდგომმა 2 წელმა მისი აუცილებლობა დაადასტურა. მედვედევმა ასევე განმარტა, რომ საუბარია როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეების დაცვაზე. რუსეთის მხარდამჭერამ რესპუბლიკებს არამხოლოდ განვითარების საშუალება მისცა, არამედ გენოციდის შედეგად განადგურებას გადაარჩინა. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მედვედევმა აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოების დასათვალიერებლად ცხინვალს თავად ეწევა. გიორგი ხუბუას გადადგომის შემდეგ რექტორის მოვალეობა აკადემიური ხარისხის მქონე პირს ან პრორექტორს დაეკისრება. არსებული პროცედურის მიხედვით რექტორის გადადგომის მოთხოვნა აკადემიური საბჭოს წევრებმა გუშინ დააკმაყოფილეს. რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საკითხს, საბჭოს წევრ ფრიდონ თოდუას განმარტებით მომავალ კვირას გადაწყდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საკითხი, რომელიც აკადემიური ხარისხის მქონე პირს ან როგორც თქვენ მოგახსენებთ პრორექტორს დაეკისრება. აქვე შეგახსენებთ უნივერსიტეტის პრორექტორი ირინა დარჩია გახლავთ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ერჩევს, რომელიც 12 კაცისგან შედგება. გია ხუბუა რექტორის შემოვიდა წინადადებით, ითხოვა გადადგომა, აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო ბატონ გიას გადადგომა. აი ეს მინდა არა მიზეზები არ ქონდათ, თვითონ თქვა, რომ მე მინდა უნდა გადავდგეო, უფრო მეტი დრო მოვახმარო სამეცნიერო კვლევით სამუშაოებსო. და აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ბატონ გიას თხოვნა. ციგნების საქმეს თუ კარგი რა ციგნები, რის ციგნები, კაცო. არიცით რომ ყველაფერი ეგეთი რაღაცები არის სექსუალური ამბები. მოულოდნელი იყო, მუშაობდა, ნორმალურად მუშაობდით და ბაბა რა იყო. ჩვენ მივესით ხმა, რომ გადადგეს. ერთხმად გავიდა, არ ვიცი.
პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ფარგლებში დღეს საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლების მეორე ნაკადი ჩამოდის. 57 პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვა. ტრენინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას შეასწავლიან. პედაგოგებს აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდება. ექვთიმე თაღაიშვილის სახელობის პრემია წელს განსაკუთრებული ღვაწლისთვის პაატა ბურჭულაძეს გადაეცა. პრემია ცნობილმა მოქანდაკემ მერაბ ბერძენიშვილმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებოდნენ. ამდენი დიდებული პიროვნება ქართული დიდებული პიროვნება მოგზაურობდა შეწუხდა დღეს პატივდამდომე და მოვიდა ამ პრემიის გამოცემას დაესწრო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, დიდი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა და როგორც ყოველთვის მე ვფიქრობ და პრემიის მიღება იმდენად ძნელი არ არის, როგორც მე მისი გამართლება. ჩვენთვის ქართველებისთვის არის დიდი ჯილდო პაატა ბურჭულაძე და მე მინდა უსურო მას ყოველივე კარგი ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბევრი წარმატება. დიდი სიამოვნებით ულოცავ პაატა ბურჭულაძეს ამ პრემიას. ჩემთვის ასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მე ვარ ამ ფონდის პრეზიდიუმის წევრი და მეც მივეცი ხმა, რომ მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის პრემია.